მოგესალმებით მეგობრებო ყველას ჩემს არხზე. სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ. გუშინ UFC 321-ზე გაიმართა პრეს-კონფერენცია, სადაც დანა ვაიტმა განაცხადა, რომ უმარსა და ბაუტისტას შორის გამარჯვებული ტიტულისთვის იბრძოლებს. ასევე რამდენიმე საინტერესო კითხვა ჰქონდათ უმართანაც, მათ შორის მერაბზე. კითხვა უმარს. ფიქრობ, რომ მისი დაფინიშება აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგი კონტენდერი შენ იყო? ფიქრობ, საჭიროა, რომ საუკეთესო ბრძოლა ვაჩვენო და თუ ეს ფინიში იქნება, რა თქმა უნდა, კარგია. ვეცდები ყველა თვისება ვაჩვენო, რაც მაქვს. ჩემი მიზანი საუკეთესო ბრძოლის ჩვენება. კიდევ ერთი შეკითხვა უმარს, რადგან მერაბი ბოლო დროს კომენტარებში შენზე საუბრობდა, გინდა ეს ბრძოლა იყოს ერთგვარი შეტყობინება მისთვის, რომ სწორედ შენ უნდა იყო მისი შემდეგი მოწინააღმდეგე? არა. ყოველთვის მასზე საუბარი ცოტა არ იყოს მოსაწყენია. კამარაზე მინდა ვილაპარაკო მხოლოდ და თუ შემდეგი კონტენდერი ვიქნები, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის კარგია. თუ ეს მოხდება, ვიბრძოლებ კამარისთვის. მაგრამ არანაირი მესიჯი არ მაქვს მერაბისთვის. ვის აქვს შემდეგი შეკითხვა? მე მაქვს ერთი შეკითხვა შენთან დანა. შეიძლება ვკითხო? დიახ. ჩემსა და მარიო შორის დაპირისპირება ნიშნავს, რომ რომელიმე შემდეგი კონტენდერი ვიქნებით? ბოდიში, კითხვა ვერ გავიგე, შეგიძლია გამიმეორო? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩვენს დაპირისპირებაში გამარჯვებული სატიტულოს იბრძოლებს? გულისხმობ იქნება თუ არა ეს ბრძოლა შემდეგი კონტენდერისთვის? დიახ. ჯერ უნდა გამოხვიდე და ხალხს ათქმევინო, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული სატიტულოზე უნდა იბრძოდეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. კარგი. დანა ვაიტმა მის ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა მერაბ დვალიშვილთან ურთიერთობაზე, UFC საქართველოში ჩატარებასა და ილია თოფურიას შემდეგ ბრძოლაზე. დეკემბერში შესაძლოა ისტორია შეიქმნას მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით. გნახე როგორ საუბრობდი მის დამოკიდებულებაზე, როგორ სურდა რომ მეოთხე დაეცვა კამარი. ის იბრძოლებს პიოტრ იანთან რემატჩში. მომიყევი მერაბის ამ დამოკიდებულებაზე, იმის სურვილზე, რომ ისევ უნდა იბრძოლოს, სანამ ეს წელი დასრულდება. მერაბის დამოკიდებულება მომწონს, მისი და ჩემი ურთიერთობა რთულად დაიწყო, თუმცა პატივი უნდა ვცეთ ადამიანს, რომლემაც ის გააკეთა რაც დვალიშვილმა. მას სურს ჩხუბის გაგრძელება, რეკორდების დამხობა და მებრძოლად ქცევა, ვინც ერთ კალენდარული წლის განმავლობაში ტიტულს ამდენჯერ დაიცავს. მიყვარს მებრძოლები, რომლებიც ყოველთვის ჩხუბის სურვილით არიან მოტივირებულნი. ასეთი დამოკიდებულება გეხმარება, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვო და გულშემატკივრებმა ხშირად გიყურონ. თუმცა ჩხუბზე უარს არ ამბობ, შენი ნახვა სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა. როდესაც იბრძვი და შემდეგ დიდი ხნით უჩინარდები, ეს ცოტათი უცნაურია. მიყვარს მებრძოლები, ვინც აქტიურები არიან, თუნდაც ბიჭები კონტენდერთა სერიიდან, მათ ბრძოლა ყოველთვის სურთ. ცოტა ხნის წინ შეხვედრაზე ვიყავი. იქ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მე ვუთხარი, რომ მათთან საუბარი მსურდა. მინდა რომ UFC საქართველოში ჩამოგიტანოთ. ეს შეხვედრა ამ საღამოს იყო, სულ ცოტა ხნის წინ, ასე რომ ნამდვილად მსურს ბრძოლების მათ სამშობლოში ჩატანა. მერაბი საქართველოში, ილია ესპანეთში. ძალიან საინტერესო ვარიანტებია. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ინგლისელ მებრძოლზე პედი პიმბლედზე მინდა ვისაუბროთ, ის ყველას გვიყვარს. ფიქრობ ის მზადაა, რომ კამარაზე იჩხუბოს ილია თოფურიას წინააღმდეგ. ვიცი, რომ მათ ერთმანეთი ძალიან არ მოსწონთ. ეს ფანტასტიკური დაპირისპირება იქნებოდა. განიხილავ თუ არა ბრძოლას შემდეგი წლისთვის. ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს სურს პიმბლეტისა და თოფურიას ბრძოლის ნახვა. თუმცა ჩვენ ეს ბრძოლა ჯერაც ჩაგვინიშნავს. UFC ამ დრომდე მუშაობს ილია თოფურიას შემდეგ ბრძოლაზე.
გუშინ ჩემს არხზე დაიდო ძალიან საინტერესო ვიდეო უმადის ინტერვიუ, სადაც ძირითადად საუბრობს მერაბზე და ასევე გამოეხმაურა ილიას იმ ცნობილ განცხადებას ისლამზე. ვისაც ჯერ არ გინახავთ, გთხოვთ გადადით და უყურეთ, ასევე ვიდეოს ლინკი იქნება აღწერაში. ბოლოს კი დაგიტოვებთ აწონოების შოუს, დროებით. 205 and a half. 205, yeah. $205. 205, the official weight for Alexander Rakic. $135 and a half. 135 and a half, the official weight for Mario Bautista. That's it right there. 136 and a half. $136. 136, the official weight for Umar Nurmagomedov. 237. 237, the official weight for Jailton Almeida. 261 and a half. 261 and a half, the official weight for Alexander Volkov. 115. 115, the official weight for Mackenzie Dern, and with that, your UFC strawweight title fight is now official. $115. 115, the official weight for Vina Janjidova. $247 and a half. 247 and a half, the official weight for Cyril Gane. And with that, your UFC 321 main event is now $255. 255, the official weight for the champ Tom Aspinall.